როგორც ჩანს წინაღამე კარგად ჩატარდა რა? როგორც ჩანს იმ გოგოსთან იყავი, რომელიც სარძლოს გავს. ასეთი იაფასიანი გოგოები კარგია ერთი ღამისთვის. და რა ვიცი, მგონი მერე მოსაბეზრებელია. არა? გაეთრია აქედან. ასეთი რა ვთქვი? შემდეგში ჰაზალზე რო ილაპარაკებ, შენ სიტყვებს დაუკვირდი. ამას ერთხელ და სამუდამოდ გაფრთხილებ. ახლა შეგიძლია წახვიდე. როგორ ძალიან გავხარ. თავიდან მობრძანდი ჩემს ცხოვრებაში. პორტოხლის წვენი მომიტანეთ. ჰაზალ. გუშინ საღამოს პრობლემები შეგექმნა? მამა შენი განერვიულებულ ადამიანს გავდა. არა, რა პრობლემები უნდა იყოს? საბოლოოდ ხომ არაფერი მომხდარა. რა თქმა უნდა არ იყო. არც კი ვიცი. არ მინდა რამე ისეთი გავაკეთო, რაც რთულ მდგომარეობაში ჩაგაყენებს. მართლა არ მინდა. ჩემს სამსახურს დაუბრუნდები. მადლობა. ახლა დატოვეთ საბერძნეთის წყლები. თქვენ რა, სუნზე მიპოვეთ? თქვენ იმყოფებით საბერძნეთის წყლებში. დააგდეთ ბადე. კარგი ძმაო, მორჩა, გაუგებრობა მოხდა, შეხედეთ, ბადე ავიღეთ და თევზები გადავყარე. მივდივარ, კარგი? დააგდე ბადე, ჩვენთან უნდა წამოხვიდეთ. ძმაო, ეს ხომ ჩვენი სამსახური აქვს, ხო, გეფიცები, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, ბერძნები და თურქები. რა იჩემე ძმა? კარგი, ფრთხილად. რა მოხდებოდა რომ წავსულიყავი? კარგი ძმაო, ბოდიში. შვიდობა, ვინმეს ელოდებით? მობრძანდი ბატონო აზიზ, მადლობა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მადლობა ბავშვებო, მადლობა. უпросо. ბავშვებმა რაღაცები მომამზადეს აუზთან. იქ წავიდეთ მაშინ, გთხოვთ? თუ რამე პრობლემა გაქვს ხაზალთან დაკავშირებით, შენი მოსმენა არ მინდა. არა. დღეს აზის ტოპრაკი განათავისუფლეს. თუ აზიზი ცოტათი მაიჭგვიანია, ის არ დამენახება. რადგან ახლა დასაკარგი ბევრი მოქვს. აქ აზიზი ადვილად მოგაგნებს, ამიტომაც გთხოვ არ შემეწინააღმდეგო. სტამბოლში დაბრუნდი ჩემთან ერთად. სანამ ჰაზალი აქ არის, სტამბოლში არ დაბრუნდები. აზიზთან დაკავშირებით ნუ ინერვიულებ. ჩვენერად ვიცი როგორ მოვიქცე, როცა მარტონი დავრჩებით. მომენტე. საბერძნეთი, კუნძული ქიოსი. ბერძნულად ან ინგლისურად ლაპარაკობთ? მხოლოდ თურქულად. ჩემი სიტყვები გადაუთარგმნე. შენ ჩვენს წყლებში თევზაობდი. იქ თევზებს არ ვიჭერდი. კიდევ რამდენჯერ გავიმეორო.
ამის გამო სასამართლოს წინაშე წარსდგები. ოფიცერო, გთხოვ, თუ ღმერთი გწამს, გამიშვიდ და წავა. არანაირ თევზებს არ ვიჭერდი. მანამდე აქ ჩვენი სტუმარი იქნება. ძმაო, რა სტუმარი, რას აკეთებთ? გეფიცებით, არაფერს არ ვიჭერდი. შიგნით შეიყვანეთ. ძმაო, მომისმინე, შეცდომას უშვებ. ხომ გითხარი, თევზებს არ ვიჭერდი. ასე რატომ ჯიუტობთ? ვერ გავიგე, მე ხო არ ვიტყუები. ისმინე, ძმაო, თუ ღმერთი გწამს, შენ ხომ იცი თურქული, გადაუთარგმნე, გთხოვ, არ წახვიდე, გთხოვ. გამოდის მოკვდი, მაგრამ მეც არ ვიცოდი ამის შესახებ. მითხარი. აქ რატომ დავრჩით? ეს ჩემი სასტუმროა. მამა, გთხოვ. შენ იცი, რომ ბურალი აქ არის. ახალი არის რამე იმ საზიზღარზე. რა საქმიანობს? ესე იგი ცხოვრება გრძელდება რა? გაგრძელდეს. სხვაგვარად არც ვამბობთ. მაგრამ მაღიზიანებს ის, რომ ეს ძაღლი ცოცხალია. ისევ დავიწყეთ, ხომ? შენ არც კი დაგვიწყებია ეს. დაასრულებ იმ საქმეს, რომელიც დაიწყე. რა უნდა ვქნა ეჯე? ჩემი და არსად არ ჩანს. შესაძლებელია, რომ ის მოკვდა. შესაძლებელია ის მოკლა იმ ძაღლმა. ჩუმად უნდა ვიჯდეთ? თუ არის ერთი ადამიანი მაინც, ვინც იცის დეიდას ადგილმდებარეობა, ეს ბურალია. ამას თუ იზამ ყველაფერი დასრულდება. კოსტას? ნახე უკვე შვილო, ნახე. გაცვა. გადაუთარგმნე, თუ ღმერთი გწამს, ისინი არ მისმენენ. გააგებინე თურქულ საერთოს, თუ ვინც არის, რა ხდება? შენი გირაო გადავიხადე. მადლობა, უფალი იყოს შენი თქმაყოფილი. ჩვენმა მეთევზეებმა თქვეს, რომ თურქი მეთევზე დააკავეს. გეფიცები 1000 ჯერ იყოს ღმერთი შენი თქმაყოფილი. შენ რომ არა ესენი ცხოვრებაში არ გამიშვებდნენ. ვალს გადავიხდი, როცა დაუბრუნდები. არა, ვალი არ გაქვს შვილო. არა, ძმაო, ასე არ შეიძლება, მოვაგვარებ. ანუ თუ არ გაგერთულდება, ჩემი ნავი და ძმის ბადე წამოვიღოთ. ეს ცოტა რთული იქნება. უკვე წაიღეს სასამართლომდე. რას ამბობ, ძმაო, სად წაიღეს? რა გააკეთეს? ამას მხოლოდ სასამართლოს დღეს გავიგებთ. ახლა არაფერს გვეტყვიან. მოდი აქედან წაგიყვან, სანამ ისევ არ დაგაკავეს. მოდი. მოდი აქ სინან. მეც მინდოდა რომ დამეძახე. ხო იყო საკითხი ხელმოწერის უფლებაზე. ხო, ეს საკითხი. ადვოკატები და მორჩა. საჭირო არ არის რომ სტამბოლში წახვიდე. შეგიძლია ყველაფერი აქვე მოვაგვაროთ. მე არ გადმოვცენ ხელმოწერის უფლებებს. ამის თქმა მინდოდა. შენი საქმე ძველებურად გააგრძელე. მე თვითონ მივხედავ ყველა ჩვენ საქმეს. არანაირი პრობლემა არ არის. თუ არაფერი, მაშინ წავა. არა, პრობლემა არ არის. ჯანდაბადებნე. ყველაფერი დასაწყის დაუბრუნდა. რა გჭირს ძვირფასო, დამშვიდდი. შენ ძმას არ უნდა რომ თავისი უფლებები გადმომცეს. ამბობს რომ ისევ მისი ჩრდილი ძაღლი უნდა ვიყო. ყველაფერი იმ გოგოს გამო. ახლა ვაჩვენებ იმ გოგოსაც და შენ ძმასაც, ამის დედაც. ეს რა არის? გოგო ძველ წესებს ვერ დაუბრუნდები, არ გესმის? დეფნე, მოდი საზღვარგარეთ წავიდეთ. ყველაფერი დავტოვოთ. ნუ სულელობ. ამ კომპანიაში იგივე უფლებები გაქვს, რაც ჩემს ძმას. და საერთოდ ძალიან ბევრი ფული წააგე აზარტულ თამაშებში. რას ნიშნავს 5 მილიონის წაგება, სინან? ეს ნიშნავს, რომ სინანს ბოლო მოეღო. კომპანიიდან უნდა მოხსნა ეს ფული, სანამ ვინმე გაიგებს.
ხომ იცი რომ ერთჯერადად ვერ მოხსნი კომპანიის ანგარიშიდან ამდე ფულს. რამე გამოსავალს ვიპოვე. თუ ყველაფერი ძველებურად არის, მაშინ კომპანიის ანგარიშიდან ფულის მოხსნაზე დაივიწყე. ო, მაშინ რა უნდა ვჭამო? რა უნდა ვაკეთო? შენი შრომით იშოვი. დამცენი დეფნა. არა, არ დაგცინი. უბრალოდ გეუბნები, რომ ჯუნეიტის შემოთავაზება უნდა მიიღო. საქმიანობა კიოსის კუნძულზე? ხო. იმ ფულით ყველაფერს გააკეთებ, რაც გინდა. და დედას თვალშიც ამაღლდები. მირჩევნია ვიბრძოლოთ, ვიდრე ყველაფერი მივაგდოთ და გავიქცეთ. კარგად დაფიქრდი. მიიღე შემოთავაზება. მიიღე. არ ვიცი, მე ვერ შეძლებ დეფნა. მორჩი, პირველ რიგში შეეცადე მაინც. გაიგე რას აკეთებენ, ვინ იმუშავებს შენთან ერთად. ჯერ გადახედე და მერე მიიღე გადაწყვეტილება. კარგი? აქედან ერთი ნავი გადაზიდავს ნარკოტიკებს კიოსის კუნძულზე. დამცენი შვილო. ნარკოტიკებს გადავზიდავ შვილო. მეც ისე გიყვები, თითქოს სურვილი გაქვს რომ იმუშაო. მოიცადე ძმა, ეგრევე წყობიდან მოგამოდიხარ. არ მიფიქრია რომ ასეთი სახიფათო საქმეა. სახიფათო არაფერია ძმაო. საქმეც და ფულიც ნამდვილია. პრობლემები არ არის, მხოლოდ პატარა რისკია, მაგრამ ის ყველა საქმეშია. პატარა რისკი? ზუსტად ეს პატარა რისკი ითვლება როგორც საერთაშორისო დანაშაული. კი ასეა ძმაო. კარგი, ხასიათი გამიფუჭდა, გზის დასაწყისშივე შეგეშინდა. დანარჩენებზე ლაპარაკიც არ ღირს. კარგი, რა მოიცადე. ბაზარზე გასაყიდი ნივთები არ მიგაქვს. შენ იმას მეუბნები, რომ ნარკოტიკები უნდა გადავზიდო. უფლება მომეცი, რომ გამიკვირდეს მაინც. კარგი, ჯერ არ ვიცი არაფერი. როცა გავიგებთ, მოგიყვები, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ გაქვს სურვილი რომ იმუშაო. მაქვს. მხოლოდ ნავით უნდა ვისარგებლო? ზუსტად ძმაო. არაფერში არ ერევი, შვენიერი საქმეა. ჯერ პირველი შენატანიც არ გაგვიკედებია სახლზე, შენ კი როგორც ხედავ უკვე მზად ხარ გადახვიდე. სიყვარულო, დღეს ფარდების ზომებს ავიღებთ, კარების საკითხს მოვაგვარებთ, სამზარეულოს ავეჯის და აბაზანის მილების. ქორწილის საკითხები? მე სახლში წავალ. რა სჭირს? დღეს რაღაც ცუდი მოხდა ჰაზალ. რა მოხდა? ჩვენი ჯენგიზი. შენ მას იცნობ. ისე დააპირა სათევზაოდ წასვლა საბერძნეთის წლებში. ჩემთან მოვიდა მთხოვა წამეყვანა. რომ მამამის არ ეჩხუბა. მე კი წავედი, მაგრამ სანაპიროს დაცვა მოვიდა. ჩვენი ნავი წაიყვანეს და ყველაფერი წაიღეს. ვერ ვიჯერებ. რა იქნება? ვერ დავიბრუნებთ? აუქციონზე დადებენ. გადავიხდი და უკან მივიღებთ. ეს როგორ ჩვენი ნივთის ფულს გადავიხდით? ო, ზუსტად ასეა. ფული გვაქვს? ამდენი ხარჯის მერე ცოტა ფული დაგვრჩება. არ ვიცი გვეყოფა თუ არა. იქნებ ბეჭდები გაგვაყიდა. არა, არ შეიძლება. რამე სხვა გამოსავალს ვიპოვე. ეს ნავი ჩვენი პურია. ყველაფერს მოვაგვარებ, არ ნერვიულო, თავს უნდა დაეღლე. ღმერთი დაგვეხმარება. ძალიან მომშივდა. 2 დღე არაფერი მიჭამია. მოდი წავიდეთ. ბატონო.
ფიქრობდი რომ უფრო ადრე მოხვიდოდი. დღეს დავასრულებ დაუმთავრებელ საქმეებს, ურა. მომიყევი, რა უქენი ჩემს დას, ნას. უკვე გითხარი, ნასისთვის არაფერი გამიკეთებია. თვითონ წავიდა. შენ თვითონაც ნახე წერილი, რომელიც დამიტოვა. ჩანდაბა, ნუ მოტყუე. რა უქენი ჩემ დას. რა უქენი? თავს დამნაშავედ გრძნობ არა? თუ გახსოვს, თხოვდა უფლება მოგეცა, რომ ცოლად გამომყოლოდა. შენ შენი ცხოვრებიდან გადაშალე და გადააგდე საკუთარი და მარტოობა აიძულე. შეხედე, ნასი აღარ არის. არც ერთხელ არ დაურეკავს. მოკლა ნაძირალა. ადამიანი რომელიც მიდის, თავის ნაკვალევს ტოვებს. ჩემი და კი არ არის, გესმის? არ არის, სად არის? ვიცი ეს ვინც გააკეთა. შენ გააკეთე. შენ მისი წასვლა არ გინდოდა რა? მას შემდეგ წასვლა უნდოდა. ამიტომაც მოკალი? არაფერი არ გამიკეთებია. მას მე არ უნდოდი. მე კი ვთხოვდი რომ არ წასულიყო. და მოკალი რომ არ წასულიყო? გგონია მას მე რო ცოცხლობ რაც ნასი წავიდა და მიმატოვა. უკვე აღარაფერი მაღელვებს. ნას არასდროს არაფერს დაუშავებდი. საჭირე თუ არ გჯერა. იმიტომ რომ სიცოცხლე ნასის გარეშე, სიკვდილზე უარესია, მიდი მომკალი. მოკვდი ნაძირალა. მიდი მესროლე. მესროლე. გაჩერდი. ამას ნუიზამ. მიდი მესროლე. აზიზ, ამას ნუიზამ. გაუშვი ჩემი შვილი. იარაღი ჩაწიე. არის მხოლოდ ერთი ადამიანი, ვინც იცის ჩემი დეიდა სად არის. და ეს ვურალია. თუ მას მოკლავ, ყველაფერი დასრულდება. გევედრები. რა თქმა უნდა, ნასი ერთხელაც ილაპარაკებს. ღმერთს ვფიცავარი ლაპარაკებს. გაეთრია აქედან. გაეთრია. მომავალ შეხვედრამდე. კარგად ხარ? კარგად ვარ დედა. მე კარგად ვარ. და შენც კარგად იყავი, აზიზი ვერასდროს ვერ მომკლავს. და ასე მთელი ცხოვრება გულს გაიტანა ჩემს კარებში. ჩვენ კი გიჟებივით გვიყვარს. ქორწილამდე მაიძულებს გოგოს მამა, რომ სისხლით ვიფურთხებოდე. მოგვინდება ქორწილი, მაგრამ ვიღაც ბერძენი თვალს დაადებს ჩვენ სამღეროს და ნავს. მეგობარო, ვერ გავიგე რა შეა საქმე. ჩემი ძმა კი ნამდვილი მანიაკია, არაფერში არ მიმართლებს მაო. საყვარელო. ნავზე ვფიქრობ და ცოტა აღელებული ვარ. ამდენი რამ გაწევს ზორგზე? მე კი არ შემიძლია ნახევარიც ავიღო. მე არ მინდა რომ ცუდად იყო. ნუტირი გთხოვ. ნუტირი, მომისმინე. უსფა დაუფეთქდი, ყვიროდი, ხომ იცნობ? შენ ოღონდ არ იტირო, გთხოვ. კენან,
ძლიერი იყავი. ძლიერი იყავი, ფეხზე რომ შემეძლოს დგომა. ისედაც ძალიან ძლიერი ვარ. მთელი სამყაროც რომ იყოს ჩემს წინააღმდეგ. არ მაინტერესებს, როცა შენ ხარ. ნას არ წახვიდე გთხოვ. არის აქ ვინმე? ნას არ წახვიდე. თავი შორს დაიჭირე ჩემგან, ვურავ, ვინმე არის აქ? ჭირდები რომ კარგი ადამიანი ვიქნები, ძალიან მიყვარხარ. ყოველთვის ერთი და იმავე, გეყოფა. არ წახვიდე. რას აკეთებ? არ წახვიდე. უშენოდ ვერ შევძლებ. გაჩერდი, რას აკეთებ? უშენოდ ვერ შევძლებ, მეთქი ვერ გაიგე, არ წახვიდე. ვურავ, გამიშვი. არ გაგიშო, არ დამტოვო. არ მიმატოვო. კარგი ადამიანი ვიქნები, გპირდები. ვერ დამშორდები. გამიშვი. ნას სერიალს არ მოგიდგენთ აჯარაბეთქომი. გახმოვანებული აჯარანეთქომის მიერ. ახლა სხვანაირად იქნება. შენ მე ჰაზალე გამომიგზავნე და მას არ დავკარგავ. მოდი ჩვენი საქორწილო ცეკვა ვიცეკვოთ. რა? საქორწილო ცეკვა? არა, ჩემო ლამაზო, მე ნუ ჩამრევ, რამე მოიფიქრე. შენეთი ცეკვე და ამით დამთავრდეს. არ შეიძლება, კენან. რა თქმა უნდა, ქორწილში ვიცეკვებთ. ნუ სულელობ, რა ცეკვა, თუ ღმერთი გწამს. შეგვარცხენ. კარგი, მე შევრცხები, არა უშენს. შენი თავი მაინც შეიცოდე, მე ნუ ჩამრევ. კარგი, მე თვითონ გასწავლე. უკვე ვისწავლე რაღაცა და შენს გასწავლე. ჩემო ლამაზო, შენ მასწავლე, მაგრამ მე ვისწავლე. ცხოვრებაში არ მიცეკვია. კენან, უკვე გითხარი რომ გასწავლე. აი ასე. უყურე? ასე ადვილად შემიძლია, ეს ვიცი. ხელები გაშალე? აი ასე. ასე არა სიყვარულო. მოვრივით არა. აი ასე, ნაზად. უფრო ნაზად. მოდი ჩემთან. წელზე ხელებს დაგადებ. ამაში პრობლემა არ არის. კარგი, ახლა ფეხების ჯერია. როგორ? კენან, ფეხებით უნდა იცეკვო. ამას წინ გაწევ. ამ ფეხს კი უკან.
Çok şükür bin şükür seni bana verene. Yazmasın tek günümü sensiz kadere. Ellerimiz bir, gönüllerimiz bir. Ne dağlar denizler engeldir sevene. Bu şarkı kalbimin tek sahibine. აზალი სად არის? ამდენი დღე სამსახურში რატომ არ გამოდის? მალე თხოვდება. მას ნება დართეს. ქორწილი? რა სისულელეს ამბობ? ვერ გავიგე, რა არის ამაში ასეთი? მისმინე, რამე იცოდი? ძალი დამალე ეს ჩემგან. არა ბატონო, არაფერი ვიცოდი. ბატონო ვურალ, რა პრობლემა გაქვთ? ანუ ჩემს დასთან რა საქმეები გაქვთ? ხაზალთან. მოშორდი აქედან. მიდი გაეთრიე. ხაზალი გინდათ? რას ლაპარაკობ? ღიად გელაპარაკებით. ხაზალი გინდათ? თუ მართლა გინდათ, შემიძლია ხელი შეგიწყოთ. როგორ? ამის გაკეთება რატომ გინდა? სიყვარულის გამო. უბრალოდ მიპასუხეთ. გინდათ ხაზალი? თუ არა? ამბები ჯერ არ არის? არა, ველოდები. სად მიდიხარ? სასტუმროში დამიძახეს. სინამდვილეში დღეს ვისვენებდი, მაგრამ ებრუნდა მირეკა სასწრაფოაო. კარგი, მიდი, ოღონდ ნუ მანერვიულებ. დამირეკე, კარგი? დაგირეკავ. კენან. გამომართვი. ეს რა არის? ნიშნულოვანი არაფერი. დედამ გადადო 5 გროში. შენთვის აიღე. მოიცადე, ხაზალ. ასე არ შეიძლება. ჩემო ცხოვრება ვალად ავიღე. ვალად, მე ერთად გადავიხდით. მიდი, ნუჯი უტობ. გამომართვი. ის ნავი უნდა გამოისყიდო. არ შეიძლება. არ გამოგართმევ. ვერ გამოგართმევ. თუ ჩემი ჯიბის ფული მეყოფა, კარგი იქნება. თუ არ მეყო, ესე იგი ბედი არ ყოფილა. მუჰამედმა საკმარისი თანხა მომცა თავის ხარჯებისთვის. ჩემი ფული კი ღმერთმა ქნას, მეყოფა ნავისთვის. შენ ვერ გამოგართმევ. ხელოსანი რეკავს. ისმენთ? კარგი. კარგი, მაშინ იალქანზე შევხვდეთ. კარგი, შევხვდებით. აუქციონი ერთ საათში გაიხსნება. წამოდი, შეშმევდე მიგიყვან. კენან. იმ ნავს თუ ვერ იყიდი, არ ინერვიულო, კარგი? სხვა სამსახურს ვიშოვე. არ მინდა რომ ცუდად იყო. ჩემო ხაზალ. თავარია ჩვენ ვიყოთ ერთად. შენ იყავი ჩემთან. და მცხოვრებაში ვერაფერი ვერ გამანადგურებს.
ვერაფერი. ვერაფერი. დამაგვიანდება. Haydi baba acele. წამოდი მამა, ცოტა ვიჩქაროთ, თორემ დაგვაგვიანდება. აზიზ. ოსტატო. ჩემი მოძვირფასო. გავიგე რომ ჩამოხვედი. ყველაფერი წარსულს ჩაბარდეს ჩემ მოძვირფასო მეგობარო. მადლობ. გამიხარდა შენი ნახვა. რა ხდება, სადმე მიდიხარ? ო, სტამბულში მივდივარ. მაგრამ დრო ჯერ გვაქვს, წამოდი ყავა დავლიოთ. არა, არ მოგასცენ. მე თვითონ მეჩქარება. ჩვენი იბრაგიმი გარდაცვლილი მეზღვაური რომ იყო. მეთევზე იბრაგიმი? ხო, ჩვენმა დაცვამ მისი ნავი წაიყვანა. მისი შვილი ხმარობდა მას. ახლა უნდა გამოვისყიდოთ. ამიტომ უნდა გადავიყვანოთ ქიოს კუნძულზე. ბიჭი რთულ მდგომარეობაშია. ხაზალ. შვილო, სადად იხარ? რა მოხდა? რატომ დამიძახე? ყველა ჩემი საქმე გადავდე და აქ მოვედი. შეეშვი ამას, ყველაფერს ნუ დასდევ. დედას დაურეკე და მოაგვარებს. კარგი, რატომ დამირეკე? ბატონმა ვურალმა თავის იახტაზე მოაწყო მიღება განსაკუთრებული სტუმრებისთვის. კარგი, მე ამით რა? შვილო, მოიცადე, ჯერ დაწნარდი. თავარ მიმტანს ეძებენ, რომ სტუმრებს მოემსახუროს. მე კი ვუთხარი, რომ ჰაზალი იმუშავებს მეთქი. რა? ნუ სულელობ, საქმეები მაქვს. იცი მაინც ქორწილამდე რამდენი დღე დარჩა? მოიცადე, ეგრევე უარს ნუ ამბობ. სასტუმროს გარეთ არის. მხოლოდ 2 საათი გაგრძელდება, რადგანაც სამსახური სასტუმროს გარეთ არის, ანაზღაურებაც სხვა იქნება. ისინი 3000 ლირას იძლევიან. რა? ხო, 3000? აი ახლა ერთ ტალღაზე ვართ, მალე ქორწინდებით და უამრავი ვალები გაქვთ. კენანის ნავით წავიდა მისი ხელებიდან. არც ვიცით შეძლებთ თუ არა მის დაბრუნებას. ეს ფული თქვენთვის წამალი გახდება. არ ვიცი, ებრუ, ისე რომ კენანს არ კითხო. შვილო, რა უნდა კითხო? 3000 ლირაზე გელაპარაკები 2 სამუშაო საათში. ახლა ვეგეტყვი ძალიან ინიანებ თუ ხელიდან გაუშვებ ამ სამსახურს. საბერძნეთი, კუნძული ქიოსი. რა არის ძმაო? როგორ მიდის საქმეები? მოდიან. ეს? ბადის საწყისი ფასი 100 ევრო. 150. გაყიდულია. კარგი, ბადე შენია. კარგია, ჩემი ძმისთვის მაჰმუდისთვის ბადე ვიყიდე. ახლა ჩემი ნავის ჯერია. ნავის საწყისი ფასი 1000 ევრო. ნავს 1000 ევროთ კიდის. 1000 ევრო, რა 1000 ევრო? კოსტას, ნავის ფასი ისედაც 1000 ევრო აქვს. ხო, რა მეკენი? 1100 უთხრათ. 1100. 1100. 1400. 1500. 1550. კოსტას, ეს ნავი ჩემი პურია. მაგრამ ყველანი 1700. 1700? 1700? 5000 ევრო. 5000? 5000. გაყიდულია. მითხრეს რომ იახტაზე უნდა ვიმუშაო. იახტაზე უნდა წაგიყვანოთ. საბერძნეთი, კუნძული ქიოსი. Balıkçı. მეთევზე. მე? Balıkçı değil მეთევზე არ ხარ? კი, O tekne. შენი ნავია. ჩემი იყო. Yine sen. ისევ შენია, გამომართვი.
ეს რას ნიშნავს? გაგიჟდი ძმაო? Hadi geri git. წადი და ნავი უკან წაიღე. ძმაო, რამე პრობლემა გაქვს თუ იყიდე ეს ნავი, ესე იგი იყიდე. შვიდობაში მოიხმარე. კეთილდღეობის მომტანი იყოს. გამომართვი გასაღები. შვილო, მისი გამოყენება არ ვიცი. Hadi geri git. წადი და უკან წაიღე. დამცინის. ჯუნე, მომისმინე. არანაირი სასიკვდილო ჭრილობა არ უნდა იყოს. აზიზი ცოცხალი მჭირდება, გაიგე? Anladın mı? გავიგე ძმაო. Güzel. შვენიერია. Ne oldu? რა ხდება? Sakız işini kabul თუ იმ საქმეს დათანხმდი ქიოსის კუნძულს რომ ეხება. ჯერ არა. Son kurşun. მინდა ბოლო ჯერ ვცადო. Hedefi თუ მიზანს მიაღწევ, კარგი იქნება. თუ არა და მიხედავ იმ საქმეს ქიოსის კუნძულზე. yanlış yaptım. შეცდომები არ დაუშვათ ხო სინან. yanlış შეცდომებს არ ვუშვებ. Yanlış. მათ უბრალოდ ვიშორებ. Yani ანუ ჩემ ძმას. Aziz აზიზი იფიქრებს, რომ მისი მკვლელობა შეუკვეთეს. Bunun için ამ ამბავს კი თვითონ მივაწვდი მოგვიანებით. kısa ben ileteceğim. ადვილი და სუფთა საქმეა. Basit ve temiz bir iş. თუ შეცდომას დაუშვებ, ბოლო მოგეღება. Mecbur. ვალდებული ვარ ეს გავაკეთო შვილო. ვალდებული ვარ. Tepem. თავზე გაზინოს ფლობელი მაგას, რომლის 5 მილიონი მაქვს ვალი. და მხოლოდ ერთი შესაძლებლობა ამ ფულის დასაბრუნებლად, ისე რომ ერავინ მიხვდეს. ყველა საქმის თავში უნდა დავდგე. სხვა შემთხვევაში შენს ხმარს ბოლო მოეღება დებნე. სერიალს არ მოგიდგენთ აჯარა ბეთქომი. გახმოვანებული აჯარა ნეთქომის მიერ. მადლობა. Hoş geldin. მობრძანდი. მადლობა. Şöyle bir şeyler თუ გინდათ რამეს გაგიმზადებთ. Her şey hazır. ყველაფერი ისედაც მზად არის. უკაცრავ დღეს უნიფორმის გარეშე ვარ. უნიფორმა საჭირო არ არის. სტუმრები სად არიან? Benim bugün მხოლოდ ერთი სტუმარი მყავს და ეს შენ ხარ. მგონი რაღაც გაუგებრობა მოხდა. ძალიან დიდი გაუგებრობა. მე თქვენი სტუმარი არ ვარ. უკან წამიყვანეთ. ამას ვერ ვიზამ. daha doğrusu სიმართლე გითხრათ, არ ვიზამ. Ne demek ki? რას ნიშნავს ვერ იზამთ? Beni geri götür. უკან წამიყვანეთ. hayır არა, bu defa ამჯერად არ დაკარგავ. რიად ვილაპარაკებ? ფიქრობ, რომ ეს ნავი არ ღირს 5000-ად. ო, მაღალი ფასი აქვს. ეს სხვა საკითხია. მისი შეუფასებლობა შეუძლებელია, მაგრამ თუ გამოყენება არ შეგიძლიათ, რატომ იყიდეთ? თავი მისკდება, შვილო, ცოტა ხანს გაჩუმდი. საკმარისია, ბიძია. სიმართლეს ვამბობ და შენ ეს არ მოგწონს. არა, თურმე ეს ნავი ჩემთან უნდა დარჩეს. არ წვენიათ? არ მეყვარს ესეთი რაღაცეები. ფულ შევაგროვებ. შენთან მოვალ და თუ დავინახავ, რომ ისე ვიყიდი, მაშინ დავსხდეთ, ვილაპარაკოთ, შევთანხმდებით და ვიყიდით. ასე მოქცევა არ შეიძლება. ასეთი რაღაცები არ მეყვარს. თანაც არის კიდევ რაღაცა, რასაც ვერ გავიგებ. ამ ნავს რა უნდა მოუხერხო? ეს ძველი სათევზაო ნავია. შენ დიდებულ უზარმაზარ იახტებზე არ უნდა წურავდე? ეს ვერ გავიგე. შვილო, არასდროს არ ჩუმდები? ადამიანი ცოტათი მაინც უნდა გავდეს მამას.
ბიძია, მამა ჩემს საიდან იცნობ? მამა შენმა იბრაგიმმა 25 წლის წინ ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა. უნამუსო ოჯახმა ცილი დასამა ჩემს თავს. ან მე უნდა წავსულიყავი ციხეში. ისე რომ უდანაშაულო ვიყავი. ან აქედან უნდა გავქცეულიყავი. ადრე ასე თავისუფლად ვერ წახვიდოდი საბერძნეთში. თანაც მით უმეტეს ვერც გაიქცეოდი. ვერავინ გაბედა ჩემი ეგ გადაყვანა. იბრაგიმს ანუ მამაშენს მაშინ თევზი დაქონა ჩვენ სასტუმროში. იქ გავიცანი. არ ვიცი სად მომისმინა, მაგრამ გაიგო რომ გაქცევას ვაპირებდი. მოვიდა და მითხრა, რომ ჩემი უდანაშაულობის ჯერა. მითხრა, რომ საბერძნეთში გადამიყვანდა. მითხრა, რომ მხოლოდ ჩემს გამო. არც ერთი კუროში არ გამომართვა. თავის სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში, მთლიანად მენდო და საბერძნეთში გადამიყვანა. ეს ამბავი ვიცი ბიძია. ყოველთვის მიყვებოდა ამ ამბავს. ღმერთმა ნათელში აყოფოს მისი სული. მაგრამ სხვისი სახელით მიყვებოდა. ჩვენ კი ვფიქრობდით, როგორი დიდი გული არსებობს ამ სამყაროში. აქ იმისთვის მოვედი დღეს, რომ ჩემი ვალი გადამეხადა იბრაგიმისთვის შვილო. შენ ჩემი ვალი არ გაქვს. ნავი შენია. ან უკან წამიყვანეთ. ან კიდევ ზღვაში გადავხტები. მოიცადე. მოდი ცოტა დავწყნარდეთ. დარწმუნებული ვარ, როცა გაიგებ რისი თქმაც მინდა, შენს დამშვიდდები. მაშინ თქვით რისი თქმა გინდათ ახლავე. ძალიან ლამაზი ხარ, იცი? ასეთი ახალგაზრდა. შემიყვარდი ჰაზალ. ვიცი, ყველაფერი უეცრად მოხდა, მაგრამ რომ იცოდე ეს რა გადავიტანე, გამიგებდი. მინდა რომ ჩემი გახდე, მინდა რომ დავქორწინდეთ. საკუთარ თავს რამდენი სუფლებას აძლევთ? 3 დღეში ქორწილი მაქვს. სანამ გვიანი არ არის, ახლავე უკან წამიყვანეთ. თუ არა და პოლიციაში დავრეკავ და ვეტყვი რომ მომიტაცეთ. რა საკეთე? რა გააკეთეთ? ბავშვივით ნუ იქცევი. ჩემგან რა გინდათ? უკან წამიყვანეთ. გთხოვთ, წასვლის უფლება მომეცით. არა, ამჯერად არ დაკარგავ. ქორწილი გექნება. ოღონდ ჩემთან. ჩაიცვი. მანიაკი ხარ. გითხარი ჩაიცვი. ერთად ვიმახშმეთ. ჩაიცვი მეთქი, მიდი გეუბნები. ჩაიცვი. მიდი. კარგი. ჩავიცამ. ოღონდ მე უკან წამიყვან და გამიშვებ. გაზვიადება არ გაბედოთ. უნდა შევაშინოთ. ვერ მივხვდი, ფეხებში მაინც ვესროლოთ. შვილო, ცხვარივეთ იქცევი. მაგ ტიპს მხოლოდ ერთი მტერი ყავს. ურალ დემიროღლუ. უნდა იფიქროს, რომ მისი გაკეთებულია. დანარჩენზე ბატონი სინანი იზრუნებს, რაც გითხრეს ის გააკეთე. ღმერთო ჩემო, ძალიან ბევრი გადაიხადე ამისთვის. თავს უხერხულად უგრძნობ. შენ თქვი, რომ მის მორალურ ღირებულებას ვერ შეაფასებ. ამ შემთხვევაში ეს ბევრი სულაც არ არის. ის არის? მაპატიე, ნავში ცოტა გაუბრაზდი და უხეშად გელაპარაკე. შენც მაპატიე, რომ უხეში სიტყვები გითხარი. გახსნელი იყოს შენი გზა. მადლობა ძმა. ილაპარაკე, ებრო. ისმენ.
ძმაო აზიზ. ძმაო აზიზ. ხედავ? ჩავიცვი. ხედავ? Başka çare სხვა არჩევანი არ დამიტოვე. ხო, ამას ნოიზამ. არ ქნა. Güven bana çok. ძალიან მეყვარები. ხო, არა, არ მომიახლოვდე, არ მინდა გამიშვი. უფლება მომეცი წავიდე. ხო, უფლება მომეცი წავიდე. მოიცადე. ხო, წასვლის უფლება მომეცი. ხო, წასვლა მინდა აქედან, მართლა. ჰაზალ. 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 Bu sefer seni ამჯერად არ დაკარგავ. iyi misin? კარგად ხარ?